როგორც დღეს გაერკვა თბილისის საერთაშორისო ოლიმპიადას ახალ შენობებთან ერთად ნაწილობრივ ძველი ინფრასტრუქტურით ხდება. დედაქალაქის რამდენი უბანი კი ავტობუსის გაჩერების გარეშე დარჩა. სხვადასხვა რაიონში უკვე მოხსნილია მოსაცდელები და ისინი ოლიმპიური ქალაქის ტერიტორიაზე გადააქვთ. ვიდრე საქართველოს ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს მოსახლეობას ტრანსპორტის ლოდინი წვიმაში ან ცხუნვარე მზის ქვეშ მოუწევს. ეს მოსაცდელი, რომელსაც ოლიმპიური სოფლის გაჩერებაზე ამონტაჟებენ, დღეს თბილისის მერიის სამსახურმა რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჭრა. ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელები ამ მიზეზით ქალაქის 7 უბანში აიღეს. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, თბილისი მეორადი ინფრასტრუქტურით ხდება. ავტობუსის გაჩერების დემონტაჟი დღეს შავიზღვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობასა და სიცხეში პრობლემები შეექმნებათ. არც ერთ უბანში, სადაც მოსაცდელების დემონტაჟი მოხდა, მერიას ალტერნატიული კონსტრუქციები აღარ დაუდგამს. ხალხი ცხოვრობთ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ხუთის ყურადღება არავინ არ გვაქცევს. ერთი ეს იყო რომ ჯდებოდით იქ და ვისვენებდით. ინფორმაცია მოსაცდელების დემონტაჟისა და ოლიმპიურ სოფელში გადატანის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს. ოპოზიციის წევრებმა მოსაცდელების მოჭრისა და ტრანსპორტირების კადრები დღეს შემთხვევით გადაიღეს. არა სამართლე, არამედ კომიკური მდგომარეობა. 150 მილიონი ლარი არის გამოყოფილი სამუშაოებისთვის და თუ 5000 ლარი ვერ გამოიყო იმისათვის, რომ სადღაც არ მოიხსნათ და ის არ მოეტანათ აქ ოლიმპიურ სოფელში. თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ოლიმპიადის სტუმრებს მეორადი მოსაცდელები დახვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო, მოუმზადებლობის მიზეზად დროის ნაკლებობას ასახელებენ. მერიაში აცხადებენ, რომ კონსტრუქციებს ფესტივალის დასრულების შემდეგ ძველ ადგილებზე დააბრუნებენ. მოსახდენი მოხდა რომ წვია. ერთხელ მასპინძლობს დედაქალაქი და გვინდა რომ რაღაც ღირსეულად გავაკეთოთ. ახლა არც იმის დრო იყო, რომ ახალი ჯიქურების აგება და დამონტაჟება დაგვეწყდა. გამოვიყენეთ ეს რესურსი, რაც გაგვაჩნია. ქალაქის მერიაში არ გამორიცხეს, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში მოსაცდელების როტაცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.